ჩვენ სატელეფონო ჩართვა გვაქვს ერთ საინტერესო ამბავთან დაკავშირებით. ჩვენ ხშირად ვეხებით ხოლმე საგზაო უსაფრთხოების თემას. არსებობს ესეთი ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, რომელიც პერიოდულად ახორციელებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კამპანიებს, საქმიანობს ამ სფეროში. ბოლო სიახლე რაც ვნახეთ არის ის, რომ ფონდს აქვს კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ფონდის წარმომადგენელი გელა კვაშილავა გვყავს სატელეფონო ხაზე. ბატონო გელა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო გელა, ამ კონკურსის შესახებ რომ გითხრათ და მიმდინარე პროექტები თქვენი, რასაც ახორციელებთ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მხრივ. დიდი მადლობა სტუდიაში ჩართვისთვის. ამჟამად ჩვენი ფონდი ახორციელებს კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების გამაღლების პროექტს. ესეთი პროექტი საქართველოს რეგიონში პირველად ტარდება. ამ პროექტის მხარდაჭერი არის ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო და ეს ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტის ძირითადი მიზანი არის, რომ ჩვენი კახეთის რეგიონალური გზების რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა ამ გზების სიახლოვეს ცხოვრები მოსახლეობა ძირითადად ქცევა, ზოგჯერ არის ძალიან არაუსაფრთხო და არის უფრო მათ ცნობიერების იმ რისკების გაცნობას ემსახურება ეს პროექტი და მთავარი მიზანი არის, რომ გაიზარდოს ქვეითთა უსაფრთხოება და ზოგადად კახეთში და რეგიონებში ძალიან ხშირად არის აგრესიული მოძრაობა და სიჩქარის გადაჭარბება, ნასტომ მდგომარეობაში მანქანის წარება. ჩვენ გვინდა, რომ ადგილობრივი მედიის, ადგილობრივი სკოლების ჩართვით, ზუსტად ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებით, მათთვის და რა თქმა უნდა ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურებით, როგორმე ადგილებზე მოხდეს უფრო უსაფრთხო ტარება და უფრო მეტი ყურადღების მიქცევა საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი. კონკრეტულად კახეთთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ განვახორციელებთ ტრენინგი სკოლებში, კახეთის 20 სკოლა მოვიცავით, სადაც ბავშვებისთვის სპეციალურად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ბავშვებისთვის სპეციალურად ადაპტირებული წიგნები შევიტანეთ. სადაც ყველა რისკ ფაქტორზეა საუბარი და გვინდა, რომ ამ პროექტში ჩაერთოს ჟურნალისტები, გამოვაცხადეთ მედია კონკურსი, რაც იმას გულისხმობს, რომ ადგილობრივი ტელევიზიის, მასმედიის, ბლოგერებს შეუძლიათ 20 წლის განმავლობაში მოგვაწოდონ მასალები საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს გვერდზე. ჩვენი გვერდი არის Facebook-ის გვერდზე, Facebook-ზე. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მაყურებლისთვის ეს გვერდის ბმული დავდოთ კომუნიკატორის გვერდზე და შესაბამისად ინფორმაცია შეუძლიათ აქ ნახოთ. უბრალოდ ბატონო გელა, დავაზუსტებ. თქვენ ახსენეთ, რომ მედია კონკურსი არის ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის. ამ შემთხვევაში რა კახეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს ეხება, ხო, მხოლოდ სწორად მივხვდი. და ვთხოვთ ყველა ეს იქნება ბეჭდური მედია, ეს იქნება რადიო, ეს იქნება ტელევიზია. სურვილი გაქვს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ ამ იმაში სიტყვაზე. ეს კონკურსის პირობები არის შემდეგი: მედიის წარმომადგენლებმა თუ ეს ეხება რადიოს და ტელევიზიო გადაცემებს 3-დან 5 წუთამდე მოამზადონ მასალები, მაგალითად სხვადასხვა რისკ ფაქტორებზე. ჩვენთვის ცნობილი გახდა სიტყვაზე ხმობედების პრობლემა კახეთში, როცა 12-დან 14 წლამდე 16 წლის ბავშვები შდებიან ფაქტიურად და ძალიან 2-3 დღის წინ იყო ესეთი შემთხვევა ძალიან ცუდი. ზოგადად ქვეითების უსაფრთხოებაზე, სიჩქარეზე, იმ რისკ ფაქტორებზე, ხვედების არტარებაზე ეს მოამზადონ სიუჟეტი, რომელიც ამ Facebook-ის გვერდზე გამოგვიწევენ, ან ჩვენი ორგანიზაციის იმეილზე, შემდეგ მასიური შეარჩევს გამარჯვებულს და ისინი დაჯილდოდებიან სპეციალური პრიზებით და მეორე კონკურსი გვაქვს ესეთი საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები, რაც გულისხმობს სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების გააქტიურებას. იმასაც ვთხოვთ, რომ გადაიღონ ფოტოები და გამოგვიგზავნონ ჩვენს Facebook-ის გვერდზე. ბატონო გელა, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კონკურსში ჩაერთონ ის ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით გახსნილია მედია სივრცე და პრინციპში ყველა შეუძლია აწარმოოს გარკვეული ტიპის ჟურნალისტური საქმიანობა, რამდენად შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურმა პირმა, მაგალითად, ვინც რომელიმე კონკრეტულ მედია გამოცემაში არ მუშაობს, გააკეთოს რაიმე ტიპის სტრატეგია, როგორ შეიძლება თვითონ გააშუქოს თავის Facebook-ზე ან YouTube გვერდზე ის ამბავი, რაც თქვენ გაინტერესებთ და მიიღოს ამ თვალსაზრისით კონკურსში მონაწილეობა. ძალიან კარგი შეკითხვა, ჩვენ სხვადასხვა ესეთი შემთხვევა უკვე გვაქვს, როცა ერთმა ახალგაზრდამ სტუდენტმა გამოთქვა სურვილი, მოამზადოს თავისი მასალა, ვიდეო მასალა კონკრეტულად და გამოგვიგზავნოს. ფაქტობრივად კი, მივესალმებით ესეთ აქტიურობასაც, ზუსტად ეს არის მიზანი ჩვენი პროექტის, რომ
ამ სიგნალთან ერთად ეს ამ ახალგაზრდების ინფორმირებულობასთან ერთად მათი ზოგადად მოქალაქეების მათი აქტიურობაც იყოს და რაღაც კონკრეტული საკითხი თუ იქნება ეს მასალა ჩვენ ამას სიამოვნებით მივიღებთ და ეს კონკრეტულად ამ კონკურსს არ შეეხება, თუმცა ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ თუ ესეთი აქტიურობა იქნება, რა თქმა უნდა, ამას განვიხილებ და შესაბამისად გავითვალისწინებ და შესაბამისად წავახალისებთ. იმიტომ რომ თავარი არის ერთი რაღაცა, რომ საგზაო უსაფრთხოების პრობლემა ვერ მოგვარდება ვერც საპატრულო პოლიციით, ვერც რეგიონალური ინფრასტრუქტურა და რეგიონალური სამინისტროს მიერ, ვერც მასწავლებლების მიერ, აქ არის ყველას ჩართულობა. ეს არის ამ პროექტიდან ზუსტად ვითი არის განსხვავებული, ჩვენ რაც გაგვიკეთებია. ყველის თუ სხვა პროექტების, რომელიც აი პარტნიორული ესეთი ჩართულობით ყველა. ბატონო გელა, სამწუხაროდ ჩვენ დროში ვართ შეზღუდულები. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ როგორც თქვენი საქმიანობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ჩვენთვის გამონახეთ, რომ ორივე კონკურსის შესახებ ჩვენი Facebook-ის გვერდზეც გავავრცელებთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ მაყურებელს დაინტერესებს და მოუნდება მონაწილეობის მიღება, შეეძლებათ უკვე Facebook-ის გვერდზე ნახონ ეს ინფორმაცია. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა. ახლა ჩვენს ეთერში ვიდეო დაიჯესტის დროა და ჩვენ დაგიბრუნდებით ძალიან მალე. 3 წუთში თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.